სადაზღვეო სექტორმა გასული წელი გაუმჯობესებული მოგებიანობით და გაზრდილი შემოსავლებით დახურა. 2024 წელს 19 სადაზღვეო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდულმა პრემიამ თითქმის $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში სექტორმა $127 მილიონი წმინდა მოგება მიიღო. სადაზღვეო ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ გასული წელი შედარებით სტაბილურობით გამოირჩეოდა და სექტორმა კარგი ზრდის ტემპი აჩვენა. თუმცა მათი თქმით კვლავ ფიქსირდება ტენდენცია, როდესაც მოზიდული პრემიის დიდი ნაწილი გაძვირებულ სადაზღვეო პროდუქტებზე მოდის და არა დაზღვეულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. 2024 წელი როგორც მოლოდინები ქონდა ბაზართან ახლობით ის ვთქვათ რეალობა დაჯდა, დაახლოებით 18% გაიზარდა ბაზარი 2024 წელს გასულ წელს. შესაბამისად ზრდის დინამიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არანაირი ტიპის სტიმულები ბაზარზე ასე განსაკუთრებული არ ყოფილა. ძირითადი ზრდის ფაქტორი იყო ჩამხლობის დაზღვევაზე და ავტოდაზღვევაზე და ძირითადად იყო განმაპირობებელი, ვთქვათ, ფასის გაძვირება, შარშან, რომ ფასი გაძვირდა და წელსაც უკვე შედარებით ნაკლები პროცენტით, მაგრამ ტემპი იგივეა, ისევ ფასით იზრდება ბაზარი და არა რაღაც გარკვეული ტიპის პენეტრაციით და შეღწევით ბაზარზე. იმას, რომ დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის ტემპი შედარებით ნელია, ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 2024 წელს კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიურად მხოლოდ 20,000-ით იყო გაზრდილი და ამ დრომდე კერძო ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. შედარებით ნელი ტემპებით იზრდება დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც. ამ დროისთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. მიუხედავად ამისა, სადაზღვეო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ შემთხვევაში გასულ წელს დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა. გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდები ჰქონდა ფაქტობრივად ყველა იმ სადაზღვეო სპექტრში, რაც წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ზრდა ჰქონდა ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით. ჯამურად ბაზარზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დაბალია პენეტრაცია ავტომობილების დაზღვევის და ის დაახლოებით სადღაც 7%-ში აღდგენს, რაც არც ერთ განვითარებად ქვეყანაში ესეთი დაბალი პენეტრაცია არ არის. ეს სწორედ განპირობებულია სავალდებულო დაზღვევის არასავალდებულოობით. ხოლო ჩვენ შემთხვევაში გასულ წელს 2023-თან შედარებით გავიზარდეთ ძალიან მაღალი ზრდის ტემპით. ეს იყო ჩვენთვის საკმაოდ მისაღები და დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, სადაზღვეო კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ 2025 წელი მოსაოდნელზე დაბალი მაჩვენებლებით დაიწყო. მათი თქმით, ამის მიზეზი ერთი მხრივ ინფლაციის ფონზე გაზრდილი ზარალიანობაა, მეორე მხრივ კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის შედარებით დაბალი ტემპი შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, კომპანიებში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს სადაზღვეო ბაზარი გაუმჯობესებული მაჩვენებლებით დახურავს. იმაზე უარესი იყო ფინანსური შედეგები 2025 წლის პირველ კვარტალში, ვიდრე მოლოდინები ჰქონდათ კომპანიებს, განსაკუთრებით 2024 წლის ტრენდიდან გამომდინარე. 2024 წელს ნელ-ნელა შემოbrunება დაიწყო ბაზარმა, დაახლოებით მსგავსი ტრენდის გაგრძელება ველოდებოდა, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში არ იყო ისეთი, ვთქვათ, განვითარება და ზარალი გაიზარდა ვიდრე მოლოდინია. ძირითადად სამის დაზღვევაზე ვეტყოდი და ავტოდაზღვევაზე, იქნებოდა ძვირდება სერვისები ამ ორ ასე ვთქვათ სახეობის კუთხით, საავტო კომპანიებს ეზრდება დანახარჯები, რომელსაც წინ უნაზღაურებენ დაზღვეულებს და ამ კუთხით მოლოდინებზე მეტი იყო ანაზღაურებები. წელს მიმდინარე პერიოდში არა ისეთი სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება, როგორც გასულ წელს ჯამურად. როგორც ჯანმრთელობაში ისე ამქანებში ეს განპირობებულია სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებმა ამას რა თქმა უნდა ხელი კარგად არ შეუწყო და ამან შეამცირა ეს ზრდის ტემპი რაც იყო, თუმცა იმედი გვაქვს რომ ეს სიტუაცია უფრო მეტად დასტაბილურდება და მოგვეცემა საშუალება რომ უფრო უკეთესი ზრდის ტემპი დავაფიქსიროთ როგორც GPI Holding-მა, ისე ზოგადად ჯამურად სადაზღვეო ბაზარში. შეიძლება ითქვას ყველა მიმართულებაზე არ არის ისეთი სწრაფი ზრდის ტემპი, როგორც ეს იყო შარშან და ამან განაპირობა გარკვეულწილად. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად ვრცელდება ჯანმრთელობის დაზღვევაზე, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაზღვევა უფრო მეტად მოხმარებადი პროდუქტია, უფრო მეტად სენსიტიურია თითოეული ადამიანისთვის და მას უფრო ნაკლებად ეხება მსგავსი ტიპის პრობლემა. რა სჭირდება სადაზღვეო ბაზარს განვითარებისთვის? ამ კითხვაზე დარგის წარმომადგენლების პასუხი კვლავ უცვლელია. სადაზღვეო სექტორი უკვე არაერთი წელი ელოდება ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას. აქ დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ეგრეთ წოდებული დაშენებული სადაზღვეო პაკეტების აღდგენა სახელდება. ანუ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ისარგებლოს. ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე დიდი სფერო 40%-ზე მეტი
ჩვენი ბიზნესის, ესე ვთქვათ, 740,000 კაცზე მეტი დაზღვეული. თითქოს არაჩვეულებრივი შედეგია, ბევრად მეტია ვიდრე ბევრ ქვეყანაში, მაგრამ რასაკვირველია, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება აქ, თუ რაღაცეებს შევცვლით. ძალიან უცნაური რეგულაცია, რომელსაც აქვს ცუდი შედეგი, ის რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომელიც შრომობს, რომელიც იხდის გადასახადებს, რომელიც ყოველდღიურ ფერხულში დგას ამ ქვეყნის, ის წყდება ფაქტიურად თუ გააპირა თავისი ჯანდაცვის დაფინანსების გაუმჯობესება, ეფექტურობის გაბა, ეფექტიურობის გაზრდა, კერძო დაზღვევის ყიდვით ის კარგავს სახელმწიფო დაფინანსებას. ეს არის ერთი თემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, ჩემი აზრით, რაც შეიძლება მალე. რაც შეეხება 2024 წელს სადაზღვეო სექტორის მიერ ანაზღაურებულ ზარალს, გასულ წელს კომპანიებმა ჯამში 760 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურეს, ამ მიმართულებით ზრდა თითქმის 24%-ია.